ეს არის შალვა ბაბაშვილი, აპლოდისმენტები. გიწერიათ 25 წელი. ეს 25-იანი ნაციონალების ამბავია თუ რა არის? ესე განათლება, გიწერ 25 წელი მზადებით განათლება გიწერიათ ოქრუაშვილის გადამკიდევ წელს დავამთავრე სკოლაო. მართალია. რატო იჩქარე? ლომონოსов მეჯიბრებოდი პროსტა და ცოტა გიო. ოქრუაშვილი არ გიშვებდათ სკოლაში, კარებში იდგა თუ რა გადამკიდე რა მოხდა. სასწავლებელი დამიხურა და 28 გამოცა ჩავაბარე მე რა. სულ რაღაც? ხედავ. სულ რაღაც. 25 წლის ასაკში ადამიანი რამხელა ტაჯვა წავება აქამდე. მაგ სასწავლებელზე მეტი არ ენახოს მაგას. კი ბატონო, შეგვიძლია დავიწყოთ. თუ კი მის შესაძლებელი. წესები ვიცით? მზად ვართ. 3, 2, 1. ვინ არის გინეკოლოგი? ის ვინც პრობლემებს ეძებს იქ, სადაც სხვა სიხარულს პოულობს. რატომ არის ჩინეთში ამდენი ადამიანი? იმიტომ რომ მთელი რეზინი კედებში გაუშვეს. მოხუცი თეთრი ზვიგენი ახალგაზრდა ზვიგენს ასწავლის ნადირობას. კაროჩე მოცურავეს რომ დაინახავ, ზურგის ფარფლი ზემოთ ამოყავი და სამჯერ დაარტყი წრე მოცურავეს. მაგდროს და მე შეგიძლია რომ ეცე და შეჭამო. ეგრევე რომ შეჭამო არ შეიძლება? არა, იმიტომ რომ სამჯერ წრეს რო დაარტყა, უფრო გემრიელი ხდება მე. გამოცდილი და დამწყები ნარკომანი წამალს ხარშავენ. და დამწყები ეკითხება, ეს წამალი სულ რომ გავიკეთო რა მომივაოდო. სულპირიდან სისხლი წამოგივა, ტვინი შეყება დაგემართება და გულისრევით მოკვდები. რატო და ამ თქვით გაგიჩეჩქავ თავს. ერთი ქათა მეუბნება მეორეს, გუშინ ისეთ ცეცხლოვანი სექსი მქონდა, დღეს თუ მოხარშულ კვერცხებს ვდებ. კახელი ვეგეტარიანები ამტკიცებენ, საშრაო სცენარია. ნიკოლოს? აკეთი კათამი უნდა ვიყიდო ერთი. პირდაპირ ერბო კვერცხს როდებს ან იყნიყოს. ალბათ შემწორს რომელიც პირდაპირ ისაა. ნუ კვერცხის ხუმრობა მოგვაგებინა 50 ლარი გილოცა. რა შეგვით ვაგზელებთ თამაშს? გადავხედოთ მაინც. კიდულობს ქათამში. ვაგზელებთ. მე მაინც შეგახსენებ შეიძლება 50 ლარი დაიკარგოს. გვესმის? ვეგუებით, ვემზადებით 3, 2, 1. ბავშვი ისეთი მახინჯი იყო, კალიასკაზე დაბურული მინები ეყენა. ტიპი ისეთი მახინჯი იყო, სახში როცა შედიოდა მშობლები ჯეირანს თამაშობდნენ, კარს ვინ გაუღებდა. კარზე ზარია ქმარი საჭვრეთში გაიხედავს და ცოლს ეკითხება, სათვალეებიანი გომბეში უარსებობს? არა, ხო და მაშინ გაუღე კარი, დედაშენი მოვიდა. კილერს გაუშვებენ დავალებაზე, მიტინგზე გამოსვლელ დეპუტატს უნდა ესროლოს. მოვა დაღონებული, დამკვეთი ეკითხება რა მოხდაო და იარაღი როგორც კი ამოვიყე, ხალხი მეცა ხელებში მოიტა მევესვრი. ვეღარ მოვახერხებსო. ქართული ენის გაკვეთილზე მასწავლებელი ამბობს, მე მშია, შენ ხშია, მასშია, რა დროა და გლახადროა მასწავლებელი, მაგრამ უნდა გაუძლოთ რა სხვა გზა. ქელეხში იმ ხელას უფრაგაშალეს მიმტანები გადაწყდა. ბოდიში, მიხეილ, თქვენ ხიმილი გაგეპარათ. არიცოდი. აი ესეთ საბოლოოში რაღაცა გამახსენდა, მაგრამ ხუმრობა შენ მოგიტანა 100 ლარი. ჩემი ისტორიაც რო წაიკითხეს მაგის მერე გაეცინა. გადააბეს ჯამში ყველაფერი და მივიღეთ იმი. შენ მოიგი 100 ლარი, გილოცავ. წინ არის 200 ლარიანი წუთი, რა შვებით, ვაგზელებთ? არა, შევწყვი. დარწმუნებული ხარ? კი. მაინც. ნატანჯი 100 ლარი მეყოფ. მევალეებს ეყოფათ, მევალეებში დავხარჯავ გიწერიათ. მე მივესალმებ ეს. მაშინ აპლოდისმენტები და გადავცეთ 100 ლარი. აწვილი გინდა წვრილას მომცეთო? ბატონობა, ილოცავ გაიხარეთ. გაიხარეთ 100 და ეს პამრავალი. წარმატებები დიდი მადლობა გამომიარეთ.